დავიწყოთ. მოგესალმებით და ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, თავმოციქულთა ხსენების დღეს. მეოხი ყოფილიყოს ყველა ჩვენთაგანის პეტრე და პავლე, ეს დიდებული ადამიანები ქრისტიანული ეკლესიაში. მათი მოღვაწეობა მეტნაკლებად ცნობილია ჩვენთვის და მეტნაკლებად ის დამსახურებაც ცნობილი არის ყველა ჩვენთაგანისთვის. და რა თქმა უნდა, თუ რა მასშტაბის ფიგურები არიან ეს ქრისტეს ეკლესიაში, ამაზე დღეს თქვენ არ შეგაწყებთ. იმიტომ ეს ნებისმიერმა ქრისტიანმა მეტნაკლებად იცის, ვინც კითხულობს წმინდა წერილს. მოგეხსენებათ, პავლე მოციქულის 14 ეპისტოლე არის, პეტრე მოციქულის 2 ეპისტოლეა წმინდა წერილში შესული, საქმე მოციქულთა ლუკა მახარებლის პეტრეზე მოგითხრობს და პავლეზე მათსაქმიანობაზე. და მთელი ტრადიცია, საეკლესიო ტრადიცია ამ ადამიანების გარშემო არის პრინციპში. ამიტომ მათი ცხოვრებაც და აღსასრულიც კი ხო ჩვენთვის მეტნაკლებად ცნობილი არის. აი აღსასრულს რაც შეეხება გავრცელებული ტრადიციის მიხედვით, მოკლედ იგივე იკონოგრაფიული ტრადიციის, რაც იგივე თქვენს აი წირვაზე ტაძარში ხატი რო ნახეთ დღევანდელი დღის დღესასწაულის პეტრე და პავლე გადახვეული ერთმანეთში, ხო ცნობილი იკონოგრაფიული გამოსახულება. ესეც მიანიშნებს იმ ტრადიციაზე, რომ ჩვენს ეკლესიის ისტორიაში დამკვიდრებულია ეს მოსაზრება, რომ ეს ადამიანები გარდა იმისა, რომ მათი ღვაწლი და მოღვაწეობა დაფასებულია ეკლესიის მხრიდან და სწორედ ეს ტერმინი თავმოციქულობა ამაზე მეტყველებს, გარდა ამისა ერთგვარ ისტორიულ რეალობაზეც მიანიშნებს, რომ ისინი ორივე მოწამე არის და მოგეხსენებათ, პეტრე მოციქული ჯვარზე გააკვეს, ოღონდ თავდაყირა და პავლე მოციქულს თავი მოკვეთეს, როგორც რომის მოქალაქეს. ეს ცნობილი არის და მოწამეები არიან ეკლესიის ისტორიაში შესული ამგვარად. და ეს ხატი იკონოგრაფიულადაც მიანიშნებს ასევე იმას, რომ რაღაცა ერთ პერიოდში მოხდა მათი წამება, ერთდროულად თუ არ მოხდა მათი წამება, ვთქვათ, ხო? არამედ რაღაცა ერთ პერიოდში და ცნობილი არის, რომ იმპერატორ ნერონის დევნის დროს, სწორედ მაშინ აი ერთ დროს და ერთ დღეს თუ არა იმ პერიოდში აღესრულა როგორც პეტრე მოციქული, ასევე პავლე მოციქული. ხა ნერონმა დევნა რატო დაიწყო? ესეც ცნობილია ისტორიაში, მოგეხსენებათ, ნერონს არ დაუწყია დევნა იმის გამო, რომ ქრისტიანები არ მოწონდა. ესეც მნიშვნელოვანია. ის იმპერატორები და რომის ის ისტორია, პირველ ქრისტიანთა ისტორია, სადაც ქრისტიანობის გამოდევნის რომის სახელმწიფო, ის ცოტა სხვა ისტორია. ნერონმა უბრალოდ დააბრალა ქრისტიანებს რომის გადაწვა და ამის გამო დახოცა ქრისტიანები. და აი ამ დევნას, პირველ დევნას, რომელიც არ გავრცელებულა რომის იმპერიის ფარგლებში, მარტო რომის ქალაქ რომის ფარგლებში მოიცავდა, აი ამ პერიოდში ითვლება, რომ პეტრე და პავლე ამ პერიოდში ეწამნენ ნერონის ტირანიას, ემსხვერპლად, ხო? აი ეს ვიცით. და ეს ხატიც, იკონოგრაფიაც, იკონოგრაფიული გამოსახულებაც ამაზე მიანიშნებს, თორე ის მასშტაბური დევნა ქრისტიანების, რომლებიც პერმანენტული იყო, რა თქმა უნდა, და ზოგიერთი იმპერატორის ბრძანებულებასაც კი ეფუძნებოდა, ყველას არა, სხვათა შორის. ეს ადგილობრივი მმართველების, ესე ვთქვათ, დამოკიდებულებაზეც იყო დამოკიდებული, ვთქვათ, პროვინციების ზოგს მოწონდა ქრისტიანები, ზოგს არა, მაგრამ ერთიანი მასშტაბური დევნა ქრისტიანებისა ორ იმპერატორს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის ისტორიაში 10 პერიოდს გამოყოფენ ეკლესიის დევნისა, ქრისტიანების დევნისა, მაგრამ აი ძირითადში ორი იმპერატორმა გაითქვა სახელი, რომლის ბრძანება, სახელმწიფო დონეზე ბრძანება, იმპერიის მასშტაბით ყველა დონეზე ბრძანება ორ იმპერატორმა გამოსცა. ეს არის დეციუსი, დეკიუსი, სხვანაირად იძახიან, სხვა ტრანსკრიფციით და დიოკლეტიანი, ჩვენთვის კარგად ცნობილი წმინდა გიორგი, ოდესაც ეწამა რა. აი ნერონის დროს ქრისტიანების დევნა არ იყო განპირობებული კონფესიური მიკუთვნებულობის გამო. აი ამასაც მიაქციეთ ყურადღება, რომ აი ისინი მაინდა-მაინც იყვნენ ქრისტიანები და აი ამის გამო, თუმცა ჩვენ კი ვიძახით, რომ ამის გამო არა, მაგრამ ამ ნიშნით ხო შეირჩნენ ყოველ შემთხვევაში, მაგრამ დაბრალდათ რომის გადაწვა და ამის გამო. ეს დეტალი საინტერესოა ჩვენი თხრობისთვის, იმიტომ რომ მე რა თემაზეც მინდა თქვენ გესაუბროთ, ეს არის სწორედ სიკვდილის გარემოებები პეტრე მოციქულის არა,
პავლე მოციქულისა. თუმცა პეტრე მოციქულის თემაც მნიშვნელოვანია, რადგანაც რა თქმა უნდა მოწამეობა ადამიანისა, რომელმაც ამხელა ღვაწლი გაწია და ამხელა მოციქული იყო, ძალიან საინტერესოა, მაგრამ მას აი მის მოწამეობასთან, მის აღსასრულის დეტალებთან არანაირი კითხვა, მოდი ესე ვთქვათ, არ აგვაქვს. ხო? თუმცა ის იკონოგრაფიული სახეხატება, რაც აი მეც გითხარით თავში, არა, რომ ეს ორი მოციქული ერთმანეთთან გადახვეული ძმებივით არიან გამოსახულები, ხო? მე შემიძლია გითხრათ, რომ თუ კი იკონოგრაფია რამენაირად გამოხსახავს ისტორიულ რეალობას, იქ პავლე მოციქული არ უნდა იყოს. აი ესეთი განცხადება და რატომ? იქ სხვა ვიღაცა უნდა იყოს გამოსახული. თუ კი ეს ისტორიული რეალობაა და თანადროული აქტი არის მოწამეობისა. თუ ვინ უნდა იყოს აი ამ იკონოგრაფიულ გამოსახულებაზე, ჩვენ შეგვიძლია ბოლოს გეტყვით ვინ უნდა იყოს. რატომ არ უნდა იყოს პავლე მოციქული? აქ შეიძლება მოსაზრება გაიყოს და ითქვას, რომ აქ მარტო ისტორიულ რეალობაზე ხო არ არის ხატში გამოსახული, აქ ლაპარაკი არის მათ 8 წელზე. ამ შემთხვევაში თანაბარი არის, რა თქმა უნდა და პრობლემა არ არის, მაგრამ რახან ისტორიულ რეალობაზე გვაქვს ჩვენ საუბარი, ეკლესიის ისტორიის კუთხით, რა ვიცით ამ ყველაფრის შესახებ, აი ამ და არა ზოგადად მითოსზე არ ვლაპარაკობთ, აი ფაქტებზე და ამ ფაქტებზე დაყრდნობულ ანალიზზე ვლაპარაკობთ, არა? აი ამ გაგებით სხვა პიროვნება უნდა იყოს გამოსახული იმ კუთხით და იმ თვალსაზრისით, რომ ერთდროულად ეწამნენ ის ადამიანიც და ესე იგი ერთდროულად ნიშნავს იმ პერიოდშივე და ერთდროულად კიდე ნიშნავს, რომ როგორც პეტრე, ასევე ის ადამიანი იქ იმჟამად აღესრულა ქრისტეს გამო. მაგრამ ეს როგორც გითხარით, ბოლოში ამას მოგახსენეთ. რა ვიცით პავლე მოციქულის აღსასრულზე? ჩვენ როგორც გითხარით, ვიცით რომ ერთდროულად თუ არა პეტრე მოციქულთან, ყოველ შემთხვევაში იმ პერიოდშივე რაღაც იმ პერიოდშივე აღესრულა ნერონის დევნის დროს. აი ეს ვიცით. ნერონმა დევნა დაიწყო, ჯერ ომი გადაწვა 64 წელს, ახალი წელთაღრიცხვით და მაშინვე დაიწყო ქრისტიანთა დევნა, ხოლო თვითონ ნერონი გარდაეცვალა 68 წელს. ახალი წელთაღრიცხვით გარდაეცვალა რა, თავის მოკლა დააპია, მიეხმარნენ. და დამთავრდა მისი არსებობა დედამიწაზე, რა დიდი მსახიობი იღუპებაო ეს ბოლო სიტყვები ნერონისა. ხო, ანუ ესე იგი პეტრე და პავლეც როგორც ჩვენში არის გავრცელებული მოსაზრება, აი ამ სადღაც აი ამ პერიოდში 64-65 წლებში მინიმუმ და მაქსიმუმ ნერონის მერე ხო აღარ მოხდებოდა არც პეტრე და პავლე, თუ კი ვიცით და ვეუბნება აგერ საეკლესიო ისტორიოგრაფია, რომ ერთ დროს თუ არა ერთ პერიოდში მაინც გარდაიცვალნენ, არა? მაგრამ აი აქ ჩნდება საინტერესო მომენტი, თუ კი ოდნავ მაინც გადავფუძლავთ რაღაცა ჩაუღმარდებით ისტორიის აი ამ მოცემულობას და დავსვავთ კითხვას, რომ რა ვიცით ან საიდან ვიცით პავლე მოციქულის ამბავი, რომ ისიც ნერონის დევნის დროს, აი ამ რომის გადაწვის დროს აღესრულა. საიდან, ანუ რა წყაროებზე დაყრდნობა? ანუ გადმოცემაა, ეს ვიტყვით რაღაც გადმოცემა, მაგრამ ნებისმიერი გადმოცემა რაღაცას ეყრდნობა, ვიღაცის ცნობას ეყრდნობა. აუცილებლად ეს ჰაერში არ ტრიალებს, ეს ან იმის მაინც ვიტყვით, რომ აი ამ პერიოდის გადმოცემა არის, თქვათ, აი ამ საუკუნეების. ანუ რა ვიცით, რა წყარო გვაქვს ამისთანა, რომლის დაყნობაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ პავლე მოციქული ნერონის ესე ვთქვათ, დევნის დროს, ქრისტიანთა დევნის დროს, მაშინ მოაჭრეს თავი პავლე მოციქულს. საიდან ვიცით? მე შემიძლია ერთი რამში შემიძლია გითხრათ. აი ეს რაც მე ვთქვი, რომ ნერონის დროს თავი მოაჭრეს პავლე მოციქულს, ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს. საერთოდ არ აქვს. არ არსებობს წყარო, თქვენ ვერ მოიტანთ ვერც ერთ წყაროს, სადაც ეს ინფორმაცია ჟღერდება. სამაგეროდ ყველა უკლებლივ ისტორია ჩვენი ეკლესიისა, რაც კი დაწერილა, მიუთითებს ამას. რის საფუძველზე იძახიან ამას? საქმე იმაში არის, რომ ეგეთი ეკლესიის მამა იყო მეორე, მესამე საუკუნის მოღვაწე ტერტულიანე, გაგიგონიათ ალბათ, ხო, ესეთი ადამიანი, მას ბევრი ნაშრომი აქვს და სწორედ ტერტულიანე გვაწვდის საინტერესო ცნობას ერთ მცირე აზიელ ხუცესზე. მცირე აზიელი ხუცესი, ანუ მღვდელზე, სასულიერო პირზე, რომელმაც დაწერა პავლეს საქმეები.
აი ესე როგორც ლუკა მახარებელმა დაწერა საქმე მოციქულთა, ეს პავლეს უშუალოდ პავლეს საქმეები ესეთი დაუწერია ვიღაცა მცირე აზიელ ხუცესს და ეს ტერტულიანე გვეუბნება რომ აი ამ მცირე აზიელმა ხუცესმა დაწერა დაახლოებით 170 წელს ეს პავლეს საქმეები იქ სწორედ ის აჟღერებს პირველად ამ ინფორმაციას რომ 170 წელს დაწერილ ამ ნაშრომში საქმეები პავლესი რომ პავლე ნერონის დროს აწამეს, თავი მოაჭრეს და დაიღუპა. ხო, თითქოს აი მშვენიერი წყაროა, რა სიტყვი, 170 წელი ხა 2000 წლოვანი ქრისტიანული ეკლესიისთვის ყველაზე უადრესი წყაროა. მშვენიერი წყაროა, რას უწუნებ, იტყვის ვიღაცა, ხო? მაგრამ საქმე იმაში არის, რომ ესეთი დეტექტიური სიუჟეტი არის. ეს ვინმე მცირე აზიელი ხუცესი ეკლესიის კრებამ გაასამართლა აი ვინც დაწერა ეს პავლეს საქმეები გაასამართლა და განკვეთა. საინტერესოა ბრალდება და რის გამო განკვეთეს. ფალსიფიკაციისთვის. ეკლესიის ისტორიის ფალსიფიკაციის, ფაქტების გაყალბებისთვის. ხო, უკვე მეორე საუკუნეში ხდებოდა ეგეთი რაღაცეები. ხო, ისმის კითხვა, რა საინტერესოა? ესე იგი მაგრამ მისი აი ამ პირველად გაჟღერებული მის ნაშრომში საქმე პავლენის საქმეები, სადაც მის სიკვდილზე ლაპარაკობს, ესა და მისი ავტორი განკვეთეს ეკლესიიდან ფაქტების გაყალბებისთვის, ნუ სხვა რაღაცების დაუწერია არასწორად, ხო, მაინდა-მაინც ამ ფაქტზე კი არ არის ლაპარაკი. ზოგადად და ნუ ხა ჩვენ ლეგიტიმური ეჭვი გვაქვს, შეიძლება გამოთქვათ, რომ იქნება ესეც ყალბია ეს ინფორმაცია პავლეს შესახებ, არა? მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ეს ამბავი რომ პავლე ნერონის დროს მოკლეს არ ამოუღიათ ხმარებიდან ეკლესიის ისტორიაში და უფრო მეტიც ეკლესიის ისტორიის მამა წოდებული ევსევი კესარიელი თავის ცნობილ ნაშრომში ეკლესიის ისტორიაში იგივე ამას იმეორებს რომ აი ას მცირე აზიელმა ხუცესმა დაწერა. ნუ შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ კი ბატონო ნებისმიერი ფალსიფიკატორი ხვასე მოქმედებს რა იგივე აპოკრიფები თქვენით რა არის ხო ეკლესიის ისტორიაში კანონიკური წიგნები რა არის და აპოკრიფი რა არის ხო აპოკრიფში რა თქმა უნდა ეს გაყალბები არის რაღაცეები მაგრამ იმ გაყალბებში სული სიყალბე კი არის რაღაცა ნამდვილი ჭეშმარიტი ფაქტები არის რატომ რომ გააყაროს ის ნაყალბები ინფორმაცია იმიტომ რომ ადვილად არ დაუჯერებენ ხო მთლიანად სიცრუე იყოს ხო და იქნება აქაც აი ამ შემთხვევაშიც ამ მცირე აზიელმა ხუცესმა პავლეს გარდაცვალების გარემოებაში იქნება ნამდვილი ფაქტი დაწერა თქვა დანარჩენი შეიძლება გააყალბა და რახან ეს ნაღდი ფაქტი იყო ევსევი კესარიელმა აიღო ეს ნაღდი ფაქტიც და ნუ დარჩა ეს ისტორია ეკლესიის ისტორიის მიმოსვლაში ამგვარი კი ამაზე დაყნობით ამ ფაქტს აი ამ თარიღს იხსენებს და აი ამ რომ ნერონის დროს პავლე მოწამეობრივად აღესრულა. არა, აქტუალურად არ იხსენებს, მაგრამ აი ზუსტად აი ამის არა, ამას იხსენ, ამას აქტუალურად არ იხსენებს, მაგრამ აი ფაქტს რომ ნერონის დროს გარდაიცვალა პავლე მოციქული მოწამეობის დროს, ქრისტიანთა დევნის დროს, ამას ამობს, მაგრამ პირველ დაწერა ამ კაცს. რომელიც დადანაშაულებული აღმოჩნდა ფალსიფიკაციაში, ისტორიის ფალსიფიკაციაში. ძალიან საინტერესო არის, მაინც რატომ აკეთებს და შემდგომში დღესაც ესეა ცნობილი, ხო, ეკლესიის ისტორიაშია რა. პავლე მოციქულის მოწამეობრივ აღსასრულზე როდის და ვის დროს ამაზე არა, ზოგადად რომ მოწამედ აღესრულა, ამაზე უფრო ადრინდელი წყაროები გვაქვს. ისეთი ავტორიტეტული ადამიანებისგან ვიცით ეს ამბავი, როგორიც არის კლიმენტი რომაელი. გაიგონეთ ეგეთი მოციქულთა მოწაფე არის მისი ნაწერები მაგალითად კორინთელთა 2 ეპისტოლე აქვს დაწერილი კლიმენტი რომაელს მოციქულთა მოწაფე არის მესამე რომის პაპი არის პირველ საუკუნის ბოლოსკენ მოღვაწეობს მოციქულთა განწესებების ავტორი არის მისი ეს ნაშრომები წმინდა წერილშიც კი შედიოდა ერთი პერიოდი ეხლა ხო 27 წიგნი არის წმინდა წერილში ახალ აღთქმაში აი ეგ ნაწარმოები არ ჩამოთვალე ეგენით შედიოდნენ ერთი იმდენად ავტორიტეტული ადამიანი არის კლიმენტი რომაელი აი კლიმენტი რომაელი და მეორე ასევე პირველი საუკუნე და პირველი მეორე საუკუნის დასაწყისში აღესრულა მოწამეობრივად ეგნატე ღმერთშემოსილი მაგალითად ხო ესეც უდიდესი ადამიანი არის ამაზე ამესადეთ რომ ეს ის ბავშვია და ის ყრმა ქრისტემ რომ მიეფერა და დალოცაო აი ის ბავშვი არის ეს რომში აღესრულა 7 წელს
არენაზე, კოლიზეუმის, ანუ ის ფლავიუსების არენაზე, სადაც ლომებმა დაგლიჯეს ეს ადამიანი. აი ეს ორივე ამობს, პირველი საუკუნის მამები, ასეთი დიდი ავტორიტეტული მამები ამობენ, რომ პავლე მოწამეობრივად აღესრულა რომში, მაგრამ როდის აღესრულა არ იძახიან ამას. და მით უმეტეს ვის დროს აღესრულა. ანუ ის რომ პავლე მოწამე არის, ამაზე ეჭვი არ არის ლაპარაკი და მოწამეობრივად აღესრულა. აქ ლაპარაკია ვის დროს აღესრულა. და როდის აღესრულა. ამაზეა საუბარი, ხო? ხო, ეს ფაქტია, რომ პირველი მინიშნება არის არასანდო ავტორისგან. ეგეც ფაქტი არის. ანუ რომელიც აკონკრეტებს, რომ ნერონმა მოაჭრა თავი და მე ხლა მინიშნებები მაქვს რაღაცეები, სხვათა შორის, რომელიც დეტექტიურ რომანს აკავს ერთგვარად. რომ გავხსნათ კვანძი თქვენთვის ამოწერილი სპეციალურად, ხო? სხვა შორის, უფრო რომ გავართულოთ სიტუაცია და უფრო რომ რაღაცნაირად გასაგები გახდეს ჩვენი თხრობა თუ რა გვინდა ჩვენ ვთქვათ, ეგეთი ახალი აღთქმის კოდექსი არსებობს, მოგეხსენებათ ახალი აღთქმის წიგნები თუ როგორ იქნებოდა წმინდა წერილი, ეს კიდე დიდი ცალკე თემა არის. და მაგრამ ფაქტია რომ უკვე პირველი საუკუნის ბოლოს და მეორე საუკუნის დასაწყისში უკვე ერთად იკრიბება მოციქულების მიერ დაწერილი სახარებები იქნება, ეპისტოლეები იქნება და აი ეს ერთად გროვდება. ის 27-ვე წიგნი არ არის, მაგრამ ზოგი არ არის, ზოგი სხვა რაღაცა არის, მე რადგან ეს ფორმირება დაახლოებით საბოლოო დამთავრდა წმინდა წერილისა მე-6 საუკუნეში. აი მურატორის კანონმა წოდებული მურატორი გვარი არის და მან აღმოაჩინა ეს და იმიტომ ქვია მურატორის კოდექსი. უადრესი კრებული არის ახლა აღთქმისეული წიგნებისა მეორე საუკუნისა და იქ ეგეთ რაღაცას წერს აი ლუკა მახარებლისა და საქმე მოციქულთას ავტორის წინამდებარე რაღაცა ეპილოგის სახით შემკრები წერს ეგეთ რაღაცას, ანუ მეორე საუკუნის უცნობი ავტორი არის ამ კოდექსის შემკრები როგორც ჩანს. ლუკამო დაწერაო საქმე მოციქულთაო, მაგრამო გამორჩაო პეტრეს აღსასრულიო და პავლეს გამგზავრება ესპანეთშიო. ეგეთ რაღაცა წერია. ნუ ცხადია ლუკა მახარებელი საქმე მოციქულთა იცით რომ იქ როგორ არის აღწე, იქ თავდება პავლე მოციქულის იერუსალიმში შეპყრობით და მე გელოდება სამსჯავროს, მოგეხსენებათ რომში და აი ამაზე თავდება პავლე მოციქულის ეს მოღვაწეობა ლუკა მახარებლის ვერსიით. რატო არ დაწერა, რატო არ გააგრძელა, ეს სხვა საკითხი არის, მაგრამ ნუ ფაქტია რომ ის თეოფილეს უწერს ამ ვიღაცა არისტოკრატია, რომელსაც დაინტერესებულია საქმე მოციქულთა კერდა ქრისტიანობის ამბებზე და სახარებას და ეს საქმე მოციქულას მას დაუწერა და რატო არ დაწერა ყველაფერი, ეხლა ესეთი კითხვა არის, ხო, რა ვიცი. მაგრამ ნუ ფაქტია, აი ეს ავტორი, მურატორის ავტორი, ის კრებულის ავტორი, წერს რომ გამორჩაო, ნუ არ დაწერაო რა, ეს პეტრეს აღსასრულიცო და პავლეს ესპანეთში მოგზაურობაო. ეხლა ეს ისეთი ინფორმაციაა, რომელიც ცოტა გაურკვევლობას შემოაქვს პრინციპში და რატო ამდენიმე კატეგორიის მხრივ. პირველი რომ იგივე საქმე მოციქულთას მიხედვით ჩვენ ვიცით რომ პავლეს სამი სამისცენრო მოგზაურობა დაფიქსირებული არის. წარმართა მოციქული სამჯერი მოგზაურა, მოაქცია წარმართები და ასე შემდეგ. დაიჭირეს კეისრის სამჯავრო მოითხოვა და ამაზე მთავრდება საქმე მოციქულთა. ჩვენ ვიცით რომ 2 წელი ელოდა რომში კეისრის სამჯავროს, პატიმრობაშიც არ ეთქმის რომ იყო, ეს იყო შიდა პატიმრობაც არ ერქვა. თავისუფლად დადიოდა რომში, ალბათ ქალაქიდან გაუცვლელობა იყო და კეისრის სამჯავრომ გაამართლა პავლე მოციქული. აი ეს პირველ ტყვეობაზე როცა ლაპარაკი. ეს გამართლებაც არ წერია, რომ ელოდება კეისრის სამჯავროს, იქ მთავრდება ლუკა მახარებლის თხრობა. ანუ სამი სამისიონერო მოგზაურობა და აი რომ ელოდება პირველად მოითხოვა პავლემს კეისრის სასამართლო, ამაზე მთავრდება. და აი აქ ვეუბნება რომ გამორჩაო, რომ პეტრეს აღსასრულიც მით უმეტეს არ წერია და ყველაზე საინტერესო ესპანეთში მოგზაურობა პავლე მოციქულისა. მიუხედავად იმისა, რომ მინიშნებები არის პავლეს ეპისტოლეებში ესპანეთში, ანუ მეოთხე სამისიონერო მოგზაურობისა, მინიშნებები არის, რომ გიკითხენ თქვენ ეუნება და მალე ჩამოვალ თქვენთან, მაგრამ მეტი არაფერი არ არის. ხო, ესე იგი, თურმე ამ ავტორის მიხედვით უმოგზაურია კიდეც პავლე მოციქულს
ესპანეთში. ანუ მეოთხე სამისიონერო მოგზაურობაც აღესრულებია პავლე მოციქულს აი ამ ინფორმაციის მიხედვით. მაგრამ ეს მარტო ეს არ არის რომ მეოთხე სამისიონერო მოგზაურობა აღასრულა და მეტი არაფერი. ეს კიდე სხვა რამეზე გვეუბნება. ეს გვეუბნება რომ ნერონის დროს მაშინ თუ ეს ასე იყო, ნერონის დროს პავლე მოციქული ვერანაირად ვერ აღესრულებოდა მაშინ. თუ კი ის მეოთხე სამისიონერო მოგზაურობაში გაემგზავრებოდა, იმიტომ რომ აგერ იხსენებს რომ პეტრეს აღსასრული გამოტოვა და პეტრეუს აღესრულა ეს იყო რომის გადაწვია 64 წელს და ახლობებით და იმ პერიოდშივე იყო დევნა და პეტრეც იმ პერიოდშივე აწამეს და ჯვარზე გააკვრეს და პავლე მიდის მეოთხე სამისიონერო მოგზაურობას. ესე იგი ნერონის დროს, ესე იგი მინიმუმ ამ ინფორმაციით ყოველ შემთხვევაში, ამ ინფორმაციის მიხედვით ნერონის დროს არანაირად არ გამოდის რომ პავლე მოციქული მომკვდარიყო. არის თვითონ პავლეს ეპისტოლეებშიც რაღაცა მინიშნებები, რომელიც რაღაცა ეჭვებს ბადებს. 14 ეპისტოლეა მოგეხსენებათ პავლე მოციქულისა დაცული და 4 ეპისტოლე როგორც ითვლება, ხო? 4 ეპისტოლე დაწერილია ციხიდან. ესე ითვლება. და ითვლება რა, თვითონ წერს პავლე მოციქული, ციხით ტყვეობიდან წერთ. ხო? ეს რომელი ეპისტოლეები არის? ეს არის კოლასელთა, ფილიმონის მიმართ, ეფესელთა და მეორე ტიმოთეს ეპისტოლე არის, აი ეს 4 ეპისტოლე, რომელიც ციხით ტყვეობიდან იწერება. ამიტომ ძალიან საინტერესოა ამ ეპისტოლეების სულისკვეთება. ნუ გასაგებია ითვლება რომ ესე იგი თუ პირველ ტყვეობაზე არ არის საუბარი, იმიტომ რომ არც დროში ემთხვევა და არც იმ პერიოდს, როდესაც ის არც ითვლებოდა ის ტყვეობაში და ბორკილებში არისო, ანუ როცა სამჯაროს ელოდებოდა რომში და გაამართლეს მეთქი არა პავლე მოციქული არა რომის კეისრის სამჯარო, იმ პერიოდის ტყვეობაზე ეს ეპისტოლეები არ არის. აი ბორკილები რასაც ქვია რომ ადევს პავლე მოციქულს, აი ისეთ ტყვეობაზეა ლაპარაკი. ესე იგი პირველი ტყვეობა არ არის ეს, რა თქმა უნდა. ესე იგი იგულისხმება რომ ეს ახან 4 ეპისტოლე არის, რომელიც ჩამოგითვალეთ არა? ესე იგი მეორე ტყვეობაშია, რომლის შედეგიც დადგა თავის მოკვეთა არა? ეს ეპისტოლეები. ესე ლოგიკურად ეგრე არის, ხო? სულისკვეთება ამ 4 ეპისტოლეში სხვადასხვა არის. მაგალითად, 3 ეპისტოლეში, ეს იქნება კოლასელთა, ფილიმონის და ეფესელთა ეპისტოლეში, საკმაოდ პესიმისტური ეპისტოლეები არის და იქ კი ტყვეობაში ვარო იძახის, მაგრამ მალე მოვალ და მალე გნახავ. ანუ ის მას არ აქვს მულოდინი, რომ მას სიკვდილი დასჭირა. პავლე მოციქულს. მაგრამ აი მეორე ტიმოთეს მეორე ეპისტოლეში უბრალოდ, ხო? იქ საერთოდ ის არის პესიმისტური მოახლოებულია ჩემი აღსასრული და აი ეს ანუ რეალურად თუ კი ეს ერთი და იგივე ტყვეობა არის, ხო? მეორე ტყვეობა, რომლის მერეც სიკვდილი დასაჯეს, ხო? მაშინ სულისკვეთება ესეთი დისბალანსური და ბიპოლარული არ უნდა იყოს. ნუ ვიღაცამ შეიძლება თქვას ერთ დღეს ესეთი ხასიათი ქონდა, მეორე დღეს ესეთი. ნუ ეგეც შეიძლება, რა თქმა უნდა, ადამიანი რთული არსება არის და ერთ დღეს კი არა, დღეში შეიძლება 10 ჯერ შეეცვალოს ადამიანს ხასიათი და განწყობა, გუნება განწყობა, ხო? მაგრამ ნუ ახლა პავლესთან, როცა პავლეზე ლაპარაკი ცოტა, ნუ რა ვიცი, ესეთი, ნუ სადღაც შეიძლება დაუშვა რომ ესე იყოს, მაგრამ ნუ როგორც თლად ესე დამაჯერებლად არ გამოიყურება ეს. საქმე რაში არის? იმაშია საქმე რომ ნუ არ გავს რა, ეხლა ეს ერთი და იგივე ტყვეობას, რაღაცნაირად რომ ერთი და იგივე პერიოდში ხვალ მოვაჭრან თავი და ერთ წინა კვირას წერს ფილიმონს რომ მალე გნახავ და ან ეფესელებს ესე და ესე გნახავთ და ასე შემდეგ და ტიმოთეს მერე წერს რომ არა შემორჩა. ან იქნებ მერე გაიგო ინფორმაცია რომ მოკლავენ. ეგეც ხო შეიძლება, ანუ მე სადღაც ამას უშვებ, რა თქმა უნდა, მაგრამ სხვა უფრო საინტერესო ვერსიაც არსებობს ამასთან დაკავშირებით. კიდევ ვიმეორებ, ჩვენთან გავრცელებულია ძირითადში მეინსტრიმულ ისტორიოგრაფიაში, ეკლესიის ისტორიაში, რომ პავლეს პატიმრობა იყო 2 ჯერ
სულ 3 სამისიონერო მოგზაურობა, 2 პატიმრობა, ერთზე გაამართლეს, მეორეზე თავი მოაჭრეს. ესეა გავრცელებული. აი ისევ კლიმენტი, რომელს დაუბრუნდებით თქვენის ნებართვით, აი ამ დიდ მამას, წმინდანს, რომის მესამე პაპი იყო რიგით. წმინდა წერილის ავტორს ერთ პერიოდი მისი ნაწარმოებები შესული იყო, როგორც გითხარით. აი კორინთელთა მიმართ მასაც აქვს დაწერილი კორინთელთა მიმართ ეპისტოლე, 2 ეპისტოლე აქვს მასაც დაწერილი. პავლესაც ხო აქვს და აი კლიმენტი რომელსაც აქვს და იმიტომ არაგერიოთ ახლა. კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში კლიმენტი რომელი ფანტასტიურ ცნობას გვაწვდის პავლე მოციქულის პატიმრობების შესახებ. და ის გვეუბნება რომ პავლე მოციქული პატიმრობაში, ანუ რომის პატიმრობაში იყო არა 2-ჯერ, არამედ 7-ჯერ. 7-ჯერ იყო პატიმრობაში. ხო, აი არ ვიცი, აი ამ ინფორმაციას არავინ როგორ გითხრა, მაგრამ ნუ აი ასეთი გავრცელებული ეს ინფორმაცია არსად არ შემხვედრია, არც ერთ საეკლესიო ისტორიაში მე არ შემხვედრია. არც ერთ სახელმძღვანელოში მე არ შემხვედრია. არც სასულიერო აკადემიაში ასე არ ისწავლება ეს. არადა ცნობილი ეპისტოლე არის, კაცო, ეს ეპისტოლე ნათარგმნი არის და ასე შემდეგ, ყველაფერი, რავი, ცნობილი არის. 7-ჯერ იყო პატიმრობაში. კაი, თუ დაუშვათ პავლე მოციქულის მეორე სამისიონერო მოგზაურობაში ერთი დღე რო დაიჭირეს და ჩააგდეს პავლე და შილა ციხეში, ცნობილი ისტორია რო არის და იქ ლოცვის შედეგად ბორკილები ჩამოუვარდათ და ციხის უფროსი მოკვლას აპირებდა საკუთარი თავისას და მე საბოლოო ჯამში მოინათლა კიდეც თუ ერთი დღე აი ამ პატიმრობას ჩავთვლით, კაი 3-ჯერ იყო პატიმრობაში და დანარჩენი 4 პატიმრობა სადღა არის მაშინ. საიდან ვიცით, სად ჩანს ეს რომ ასე არის. ფაქტობრივად ამ კლიმენტი რომელის ეს ცნობა და აი პავლე მოციქულის ის ბიპოლარული წერილები, განწყობის მიხედვით ბიპოლარული, ანუ პესიმისტურ, ოპტიმისტური რომ არის. უკვე ორივე ეს ინფორმაცია უფრო გასაგებს ხდის, რომ იცი რა, ეს ერთი და იგივე პატიმრობიდან არ არის დაწერილი და იმიტომ არის ეს. ზოგიერთი ეპისტოლე არის ოპტიმისტურად განწყობილი, იმიტომ რომ მართლაც ხა ჩვენ ხა ზუსტად ვერ ვიტყვით, რომ მე-5, მე-4, მე-3 თუ მე-6 პატიმრობაზე დაეწერა ფილიმონის თუ კოლასელთა ეპისტოლეები, ვთქვათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე-7 პატიმრობაზე რომ დაეწერებოდა ტიმოთეს მეორე ეპისტოლე, ეს ფაქტია, იმიტომ რომ მე მოაჭრეს თავი პავლე მოციქულს. ანუ რეალურად უკვე ისეთ ინფორმაციები მომყავს, რომ ეს მოსაზრება, რომ პავლე არ აღესრულა ნერონის დროს, უფრო და უფრო მყარდება. იმიტომ რომ 7-ჯერ დაჭერილი, ნუ რეციდივისტი გამოდის პავლე მოციქული. ხო, ამდენჯერ. ხო, უკვე ბოლო თავი მოაჭრეს კიდეც პავლე მოციქულს. გარდა ამისა, ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული ხმარობს ეგეთ სიტყვას. მოხუცებულიო წერო. ანუ პრესვიტის ეგეთი ფრაზა საჟღერებს. ეხლა მამაო მიცის კიდეც პრესვიტერი ეხლა მღვდელს ნიშნავს, ანუ ხუცესი იგივე ქართულად, ხო, უყურეთ, მაგრამ პავლე მოციქულს არასდროს არ უხმარია საკუთარ თავის მართებაში პრესვიტის ხუცესი. რატო? იმიტომ რომ ის თავს მოციქულად თვლის და მოციქულია კიდეც. თვითონ ასხავს ხელს მოციქულებს, პრესვიტერებს, ანუ მღვდლებს. თავის თავთან მიმართებაში ამ სიტყვას არ ხმარობს ამ გაგებით, რომ ის მღვდელია. ის მოციქულია და ამას არავის არ არჩევს, ვინცაც ეჭვიეპარება, რომ მოციქული არ არის, რას ლაპარაკობ. არამედ ამ სიტყვას ის ხმარობს, როგორც ასაკიდან გამომდინარე. ასაკის ტერმინით, ანუ ტერმინ ასაკს, ანუ როგორც ხნიერი, მართლა ფიზიოლოგიურად ხნიერ ადამიანს, ასე ანუ მოხუცებული ვარო რა, უკვე რა. და იმ პერიოდში, არა მარტო იმ პერიოდში, გვიან შუა საუკუნეებშიც კი, მოხუცებული, ანუ არის 50 პლუს ასაკი. დღევანდელი ასაკიდან განსხვავებით. ეხლა მაგალითად გადახვევა არის, მაგრამ დავით აღმაშენებელი მოკვდა, გარდაიცვალა 52 წლის, სწორედ მახსოვს. და ჩვენი ისტორიკოსი როგორ წერს, იცით? რომ ჩვენი დიდი მეფე მიიცვალაო მხცოვან ასაკშიო.
ნუ ეხლა მე ვარ მხცოვან ასაკში, ესე იგი. ხო, არ ვზნობ თავს მასე, მაგრამ ნუ იმ საუკუნეში მხცოვანი ვიქნებოდი და ნუ მithumetes პირველ საუკუნეშიც ეს მოხუცებულს როცა იტყვი, სწორედ 50 პლუსა და აი ამ ფრაზაც ირიბი მინიშნება არის, რომ პავლე 60 წელს დაახლოებით არის მიტანებული და ამიტომ ესეც ირიბი მინიშნებაა, რომ ნერონის დროს ვერანაირად ვერ აღესრულებოდა პავლე მოციქული და აი ეს საინტერესო დეტალი არის. კეთილი. ეხლა კიდევ ერთი კლიმენტი, რომელიც მიმართ ეპისტოლეს, კლიმენტი, რომელიც კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში არის კიდე ესეთი მინიშნება, რომ პავლეო და მისი მოწამეობაო ჩვენი დროის ქრისტიანების მაგალითი არის. აი კიდევ ერთი მინიშნება. კლიმენტი მოღვაწეობს პირველ საუკუნის ბოლოს, ანუ 90-იან წლებში. ახლა კაი 80-იან წლებში, 70-იან წლებში თქვათ იყოს თქვათ და ჩვენ თავისი დროის რო ეთქვა რომ ზოგადად ქრისტიანების მაგალითი არისო თქვა მაშინ ჩვენი დროის მაგალითიც არის რა თქმა უნდა 21 საუკუნის მაგრამ ჩვენი დროის ჩვენი სიძახის კლიმენტი ხო ესე იგი სადღაც 90-იან წლები თუ არა 80-იან წლები მაინც ხომ უნდა იყოს ანგარიშები ხო ამ დროს როგორც ცნობილი არის 64 წელს თუ აწამეს და თავი მოაჭრეს კლიმენტი რომელი ვერანაირად ვერ იტყვის იმას რომ იმ თაობის მაგალითი ვერანაირად ვერ გამოვა მაშინ პავლე მოციქულის აღსასრულია რა ესეც ირიბი მინიშნებაა ეხლა ეს მინიშნებები საფუძველს უკვე გვაძლევს ნამდვილად ეს უბრალო ადამიანები არ არიან ეს ის ხალხია უაღრესად ავტორიტეტული და პატივსაცემი და სანდოობით გამორჩეული არა ისეთი მცირე აზიის ხუცესი რო იყო რომელიც დაადანაშაულეს გაყალბებაში არა არამედ მართლაც მისი ნაწერები არის სანდოობით ახსავსე ყველანაირ თვალსაზრისით არა ახლა და ის იმდენი გარემოება იკეთება რომ ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ არა ბატონო პავლე მოციქული ნერონის დროს არ აღასრულებულა არც პეტრე მოციქულის დროს თანადროული სიკვდილი არ განუცდია კი ის ნამდვილად მოწამე არის მაგრამ პეტრესთან ერთად ან იმ ეპოქაში ის მოწამეობრივად არ აღესრულა სხვა დროს აღესრულა ეხლა ისმის კითხვა ყველა ეს მინიშნება გარემოება ეპისტოლეებში ციხეში და დაწერილ ეპისტოლეებში ესეთი ბიპოლარიზმი ვთქვათ ხასიათის ის ცნობები ყველაფერი მართლაც ამაზე მიანიშნებს 7ჯერ პატიმრობაში ესეთი ინფორმაცია რო გაქვს და ამას სათანადო ანალიზს არ აკეთებ ნუ ძალიან ისეთი მომენტი ამას თავისი ახსნა და ახსნას ბოლოში გეტყვი რატომ მოხდა ესე რომ ყველაფერს ახსნა ეს ჩემი ვერსია იქნება მაგრამ არგუმენტირებული ვერსია ახლა აქამდე ჩემი ვერსიით ვლაპარაკო აქამდე მხოლოდ ფაქტებს გაწვდით და ამ ფაქტების ანალიზს გთავაზობთ აი იმ ვერსიას თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი უკვე ბოლოს ჩემ ვერსიასაც და ეს ყველას უფრო ადამიანს აქვს უფლება რომ მithmes კვლევარს რომ თავის საკუთარი აზრი გააჩნდეს გამოვლენებზე თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ეს არის მას აბსოლუტური რაღაცა ჭეშმარიტების პრეტენზია ქონდეს არა უბრალოდ რა თქმა უნდა ყველა ადამიანი თავისებურად ხედავს მოვლენებს და შეგიძლია გაიზიაროთ ეს აზრი შეგიძლიათ არ გაიზიაროთ ამაში თავისუფლები ვართ ჯერჯერობით ჩემ ვერსიაზე არ ვარ ჯერჯერობით მე ფაქტების კონსტატირებას ვახდენ და ამ ფაქტების ანალიზს ვახდენ ახლა დავსვათ კითხვა კეთილი დაუშვათ რომ პავლე მოწამეობრივი აღსასრული არ მომხდარა ნერონის დროს და მოხდა მერე იმოგზაურა ესპანეთშიც კიდე თავისი ღვაწლი შესწირა ამ ყველაფერს ქრისტიანების წარმართების მოქცევას და ნუ 7ჯერ იყო პატიმრობაში და ბოლოს მოაჭრეს თავი ახლა ისმის კითხვა რის გამო შეიძლება დაჭერილი ყოფილიყო პავლე მოციქული. ნუ ხა ვიღაცამ როგორ ის გამო ქრისტიანი იყო და იმიტომ. პასი ხო მარტივია, ხო, მაგრამ ასე არ არის. ისევ გაგახსენებთ ნერონის დევნას. ნერონის დროს ქრისტიანებს დევნიდნენ არა იმიტომ რომ მათ ეგეთი სარწმუნოება ჰქონდათ, არამედ იმიტომ რომ რომი გადაწვეს. მნიშვნელობა არ აქვს მართლა გადაწვეს თუ არა, მაგრამ ბრალდება ხო ეს იყო არა?
ანუ ქრისტიანად ყოფნის გამო არ გაუნადგურებიათ ქრისტიანული თემი რომში 64 წელს. და კითხვას ვამ, აი პავლე რაღაცე დაიჭირეს. თუ ქრისტიანად ყოფნის გამო მოკლეს, კი მაგრამ 7 ჯერ დაიჭირეს. ხოლმე კლიმენტი გვეუბნება, რაღა მაინდამაც მე-7-ზე აღმოაჩინეს, რომ ქრისტიანი იყო? მე-6-ზე რო დაიჭირეს, არ იყო ქრისტიანი, ან მე-5-ზე? ხო, ლოგიკაა რა, თუ ანუ ქრისტიანი რომ არის, ამის გამო არავის არ იჭერენ ამ პერიოდში. აი ამაშია საქმე. ეს უკვე ეკლესიის ისტორიის ცოდნის არეალი არის. ეხლა რომელ პერიოდზეა ლაპარაკი? ეს არის პერიოდი ნერონის შემდგომი ცხადია, თუ ნერონის დროს არ მომხდარა, ხო? მისი გარდაცვალება. ნერონის შემდეგ კი ვესპასიანი არის. რამდენიმე სამი იმპერატორი იყო, სამ-სამი თვე, მაგრამ ის არ ითვლება. ფლავიუსები მოდიან. ვესპასიანეს მე ტიტუსია მისი შვილი და კიდე მე ტიტუსის შემდეგ მისი შვილი, მეორე შვილი დომიციანეს. ფლავიუსების ეპოქა არის, ეს ის ხალხია, რომელმაც იერუსალიმი აიღეს, დაანგრიეს საბოლოოდ, კოლიზეუმს რო ვეძახით, ეხლა ის ნაგებობა აი მათი აშენებული არის. ფლავიუსების არენა ერქვა, თორე კოლიზეუმი მერე შეერქვა ეს. თანამედროვე რეალობა არის. ამათი აი ეს ხალხი არის. სავარაუდოდ დომიციანეს პერიოდში უნდა მომხდარიყო პავლეს მოწამეობრივი აღსასრული, მაგრამ რის გამო ქრისტიანად ყოფნის გამო არ დევნიან მაინდამაინც, ახან ქრისტიანი არის. შეიძლება ეჭვის თვალით უყურებს რომის ხელისუფლება ქრისტიანებს, ჯერ ვერც კი განურჩევიათ, ეს ისე იუდაური სექტა გონიათ. ამაშია საქმე. ჯერ, ხო? მაგრამ ისე რომ აი ქრისტიანი ხარ და ამის გამო გდევნიან, არ არის ესე. აი იგივე დომიციანემ იოანე ღვთისმეტყველი დაიჭირა ერთ პერიოდში და პატმოსზე გადაასახლა. დომიციანეზეა ლაპარაკი. მაგრამ არ მოუკლავს. იგივე ეს დომიციანია, რომელმაც უთხრეს, რომ აი ესე ქრისტიანები არიან, უფალის მიმდევრები, ჯვარცმული და უთხრეს, რომ აი უფლის ხორცელი ძმის, ანუ ცოცხალი, ანუ ღმერთის შთამომავლები არიანო ეს ორი ძმაო. ანუ საქმე ეხება იმას, იუდა, ხორცელი ძმა იუდას, ანუ ხორცელი ძმათ არის წოდებულია რა, იაკობი და იუდა. ორი ეპისტოლე რო არის ახალ აღთქმაში, იაკობის ეპისტოლე და იუდას ეპისტოლე. ხო გახსოვთ რა? ეს არის ქრისტეს ძმები არიან, ხორცელი ძმები, ანუ იოსების შვილები არიან რა. და აი ლაპარაკია აი ამ დომიციანეს შეხება, როცა ამასთან ქონდა, ეს იყო სწორედ რომ აი ამ იუდას შვილიშვილებზეა ლაპარაკი, ანუ ორი ძმა უთხრეს დომიციანეს მოახსენას, რომ აი ქრისტიანები ხო არიანო და აი მათი ღმერთის ხორცელი შთამომავლები არიანო აგერ ეს ხალხიო და იმანაც ახლა დაინტერესდა ღმერთის ხორცელი შთამომავლებია, აბა ვინ არიანო და მოითხოვა ამ ორი იუდას შვილიშვილის ნახვა დაიჭირეს და მიიყვანეს იმპერატორთან. და რომ ნახა რაღაცას გლეხები იყვნენ, ჩვეულებრივი რაღაც ჭუჭყიანი ხილები და რაღაც დაძონძილები და ესენი არის ღმერთის შვილებიო, ჩამოვლენიო და გაუშვა ისე უკა დომიციანე. ანუ რა ისე თქმა მინდა რომ ანუ ამ პერიოდში აი ქრისტიანი ხარ და ამის გამო ანუ უარყავიან თავს მოგაჭრი, ესეთი დამოკიდებულება პირველ საუკუნეში არ ყოფილა. ნერონსაც კი არ დაუწყია, ნერონი უბრალოდ გადააბრალა ქრისტიანებს რომის ხანძარი, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა აერიდებინათ. თუმცა მაინც ხვდებოდნენ ამას, რომ ქრისტიანებს არაფერი არ დაუშავებიათ, მაგრამ სიხარულით მაინც შეხვდნენ ამ მომენტს, ქრისტიანების დევნას. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, თუ კი ქრისტიანობის გამო დაეჭირეს პავლე მოციქული, კი მაგრამ 7 ჯერ დაჭერა რაღაც შეჭირდებოდათ, კაცო, მე-6-ზე მოვაჭრდნენ, მე-5-ზე და მე-4-ზეც ბოლო-ბოლო, კაცო. თუ კი ესე იგი რაღაცა კიდე სხვა მიზეზი არის, როგორც ჩანს, იმიტომ რომ ქრისტიანობის გამო და ქრისტიანი რახან იყო და მოსთხოვესო, აბა უარყავით თუ არ და მოკლავთ, ამის გამო რო არ მოხდებოდა ამ პერიოდში, ნუ ეკლესიის ისტორია, ახლა კიდე გითხარით, აი მაშინ იოანე ღვთისმეტყველიც უნდა მოეკლათ და იუდას შვილიშვილებიც და ანუ იგივე იმპერატორზე ლაპარაკი, თუ კი ვიცახით რომ ნერონის დროს თუ არ მოხდა, მაშინ აი სავარაუდოდ დომიციანეს პერიოდში უნდა მომხდარიყო. ეს აი მეორე საუკუნიდან უკვე იწყება, უკვე რომ ქრისტიანი რო ხარ, აი ამის გამო კლავენ კიდეც, თუ არ უარყოფ. ეს უკვე მეორე ტრაიანედან და ეს უკვე ოღონდ ეგეც ლოკალური არის. და მე გითხარით რომ ორი იმპერატორმა სახელმწიფო დონეზე აიყვანა ეს დეციუსი და დიოკლეტიანია. აი მაგრამ პირველ საუკუნეში ასე არ არის კიდევ ვიმეორებ. რის გამო უნდა დაეჭირათ პავლე მოციქული?
აი ეს არის ძალიან საინტერესო. თუ კი ქრისტიანობის გამო თუ უბრალოდ ამის გამო აგერ ესპანეთშიც დადის და არ პრობლემა არ აქვს, კაც ბოლო-ბოლოა რა. ისევ შეიძლება რაღაცა გავიგოთ მისი ეპისტოლეებიდან და ისევ ეს ბოლო ეპისტოლე ციხიდან დაწერილი ტიმოთეს მეორე ეპისტოლე რაღაცებს ნათელს ფენს ამასთან მართებაში. ნუ შეიძლება ეს ერთგვარი წუწუნი იყოს, მაგრამ უფრო დარდი არის. აი პირდაპირ წერს. მართლაც პესიმისტური ეს კიდე სუბუქი ნათქვამი არის პავლეზე, როცა აი კითხულობთ ამ ბოლო ეპისტოლეს, რომ ახლოს არის სიკვდილი და აი ამას რო იძახის. და ეგეთი ფრაზები არის პავლეს. ყველა მიღალატა. ყველა მიმატოვა. წარმოვიდგინეთ. ხა ტიმოთეს რახან წეს, ტიმოთეს არ მიუტოვებია და ტიმოთე ყველაზე საყვარელი მოწაფე არის პავლე მოციქულისა საერთოდ. და ერთგულიც. ის ბოლომდე დარჩა მისი ერთგული. მაგრამ წარმოვიდგინეთ, ადამიანი ციხეში არის, მოლოდინია სიკვდილის მოლოდინში არის და აი მისი მდგომარეობა როგორი მომენტი არის. მე წინწრებით გავასწრებ ამ რასაც მე ახლა ვიტყვი და ვიტყვი რომ მე აი არ მომერიდება იმის თქმა, რომ აი ამ ეს ფრაზა ვთქვა, რომ პავლე მოციქული ყველაზე მეტად მიემსგავსა იესო ქრისტეს. ხო აქვს ნათქვამი, მობაძავ ჩემ დაიყავით, ვითარცა მე ქრისტესიო. აქვს ეს პავლეს ხო ნათქვამი. მართლა ყველაზე მეტად მიემსგავსა და თუ რაში მიემსგავსა, არა მთელი საქმიანობა მისი ეს მსგავსებაა თქმა უნდა, მაგრამ აი განსაკუთრებით რაში მიემსგავსა პავლე მოციქული, ამას აეხლავე მოგახსენეთ. მაგრამ მანამდე აი ამ მომენტზე ვისაუბროთ, რომ აი პავლე მოციქული ნუ აი ძალიან დადარდიანებულია და შეიძლება ითქვას ძალიან განიცდის ტკივილს ღალატისგან, მიტოვებულობისგან. უკვე შეიძლება პარალელი თქვათ გეციმანიისა რა. თქვათ იქ მარტო ყოფი ლოცულობს ქრისტესთან. ქრისტე თავის მამასთან არა. აი მარტო ჯვარზე გაკრული ქრისტე მარტო მიტოვებული არის. ამაზეც შეიძლება პარალელები, მაგრამ ნუ ჯერ ეს მერე ვნახოთ რა ხდება. რას ნიშნავს უღალატეს? რას ნიშნავს მიატოვეს? წარმოიდგინეთ წიგნებს და მოსასხამს ითხოვს და არავინ არ არის რომ ციხეში მიაკითხოს და მიუტანოს. როგორ რომში არ არიან ქრისტიანები? როგორ არ არიან კაცო? არავის არ უნდა რომ პავლესთან მივიდეს და არავის არ უნდა, არა მარტო რომშიაც სხვაგანაც, განსაკუთრებით ადანაშაულებს მცირე აზიის ეკლესიის წარმომადგენლებს, ჩამოთვლილიც არის ფიგელიუსი და ερμოგენიეს, ვიღაც ხუცესები არიან. რა გააკეთეს არ ვიცი, მაგრამ თვლის გამწარებული ამათაც და მთელი მცირე აზიის ეკლესიას, მის მოქცეულს ფაქტობრივად, მაგრამ აი ამხედრებულს მის წინააღმდეგ არავინ არ არის და წარმოიდგინეთ ამ ტიმოთეს ეპისტოლეში წერს ვიღაცა ლოცავს, ვიღაცა უკვე გარდაცვლილია თან ეს კაცი ონისიფორე, რომ აი მის ოჯახს ლოცავს, რომ ღმერთმა გაანათლოს ის ადამიანი, ესე იგი ის მცირე აზიიდან ჩავიდა, აი ამ ხელა გზა გაიარა რომში ეძება და მიუტანა მოსაკითხი პავლე მოციქულს. წარმოიდგინე რომში არავინ არ აღმოჩნდა ქრისტიანი რომ საჭმელი ან მოსასხამი მიეტანა წარმოიდგინეთ პავლესთვის და ეს ონისიფორე იქიდან ჩადის წარმოიდგინეთ ეს და ერთგვარი არის და ლოცავს ის ახსოვს მისი გაკეთებული ამბავი ვინმე ონისიფორეს ხო რა მოხდა ამისთანა რატომ არ უნდა არავის პავლე მოციქულის ნახვა ხო არის საინტერესო ძალიან რა გააკეთა ამისთანა ან სად არიან ეს ქრისტიანები ეშინიათ იცით რა შიში რომ ყოფილიყო ფაქტორი მარტო არა მაშინ პავლე მოციქულისთვის ეს სიმწარე არ იქნებოდა როცა მიღალატეს ამბობს ეხლა უბრალოდ ადამიანი რომ შეეშინა და გაიქცეს ეს არ იტყვის რომ მიღალატეს იმიტომ რომ შიშია სხვა რაღაცა ეშინია და რა ქნას აგერ მოციქულებიც გაიქცნენ ქრისტეს შეიპყრეს მარკოზი თელი ტანსაცმელი შეატოვა და შიშველი გაიქცა საერთოდ.
მარკოს აქვს თავის თავზე მოყოლილი, ოღონდ თავის თავს კი არ ეძახის, მარტო მაგას აქვს, რომ აი ამ შეპყრობის დროს ერთიო იყოო და შეატოვა დასაცმელი და შიშველი გაიქცაო. და ამბობენ, რომ ეს თავის თავზე იძახის ამას. მარკოზიო რა. ამაზე არ ტკივა ქრისტეს გულო მიატოვი, თუ შიში ისეთი ფაქტორია, სიკვდილის შიში ეს ფაქტორია, თავარი ფაქტორია ჩვენს ყოფიერებაში. ჩვენს გვეშინია სიკვდილის. მაგრამ ღალატი სხვა რაღაცა არის. ღალატიდან გამომდინარე მიტოვება სხვა რაღაცა არის. აბა რაშია საქმე? ეხლა წარმოიდგინეთ, მე ვთქვი კითხვა ეგეთ დავსვი, რომ რის გამო შეიძლება დაჭერილი იყო პავლე მოციქული? რო ქრისტიანია ამის გამო გამოვრიცხეთ, ხო? და ერთგვარი მინიშნება არის იგივე ამ ეპისტოლეში. პავლე მოციქული იძახის, რომ ქრისტეს გამო ვიტანჯებიო და ვორკილებადებს, ანუ ზოგადად იძახის, ხო? თავის ეპისტოლეებში ზარაერთ იძახის, ამდენი ჩამქოლეს, ამდენი მაწამეს. და ორჯერ გემის ხრევაში მოუყევი და ქრისტეს ქადაგების გამო, ეს ყველაფერი გასაგებია. მაგრამ აი ამ ფრაზას, რომ ქრისტეს გამო მადებს ეს ვორკილები, აი ამ ბოლო ციხე, აი მეშვიდეჯერ რო დაიჭერეს უკვე. აი ამ ბოლო ციხეში, ბოლოჯერ ციხეში, ხო? ამობს, რომ ვითარცა ძვირის მოქმედი. ეგეთ ფრაზას იძახის. ძველ ქართულად ძვირის მოქმედი ახლა რა არის ისმის კითხვა. ანუ ბრალდება, თურმე აი რა ის გამოზიის, აგერ გვეუბნება თვითონ პავლე მოციქული. სახარებიდან არ გვახსოვთ ეს ტერმინი ძვირის მოქმედი? სახარებიდან ქრისტე ვის შორის გააკრეს? ორ ძვირის მოქმედ შორის გაეკრა ქრისტეს. ანუ ავაზაკი. ესმით? ძვირის მოქმედი არის ავაზაკი. ძვირის მოქმედი, ძველ ქართულად. კრიმინალი, ყაჩაღი. ესე იგი რა გამოდის? აი ყოველ გზავსება ქრისტესთანაც უყურეთ. ქრისტეც გააკრეს ყაჩაღებს შორის რის გამო, ძვირის მოქმედთა შორის გაეკრა ქრისტე, რომ საზოგადოების თვალში ესეც ერთ-ერთი ძვირის მოქმედია ქრისტე რა. ნიველირება რომ მომხდარიყო რა, ესე არ გამოდის? და პავლეს ბრალდება, წარმოიდგინეთ. რა ყოფილა თურმე? არა ის რომ ქრისტიანია და არ უნდა უარყოს ქრისტე. და კერპებს შეწიროს მსხვერპლი. არამედ ვითარცა ძვირის მოქმედიო, ესე როგორც კრიმინალიო ზივარ ახალმე. ესმით, პავლე მოციქული, ხა რეციდივისტი რო არის, გასაგებია, შვიდჯერ ნაციხარი არის ახლა. პავლე მოციქული. საოცარი არ არის პავლე მოციქული და ყაჩაღი. მე მრავალი მევნების, მაგრამ მე არ მცხვენების, იძახის პავლე მოციქული. ესე იგი ცხვენიათ ვიღაცეს პავლე მოციქულის. ეგრე არ არის? მე ბევრი ვნება მადგებაო, მაგრამ მე ჩემის არ მცხვენიაო, მე რო აქავარ. ესე იგი ვიღაცებს ცხვენიათ პავლე მოციქულის. ვიღაცებს ვის? ქრისტიანებს. კაცი ვერ ნახეს, რომ საჭმელი შეაწოდოს. კაცი ვერ ნახეს რომში, რომ მოსასხამი მიუტანოს, გამოსაცვლელი რაღაცა. რა სჭირდება? და ვიღაცა ჩამოდის იქიდან, მცირე აზიიდან ერთ მოხუცი კაცი შევა და იმას ლოცავს, გარდაცვლილს კიდე იხსენებს, რომ მადლობელია პავლე მოციქული. წარმოვიდგინეთ. რა დღეში ჩააგდეს პავლე მოციქული? და ვინ ჩააგდო? ნერონმა. ნერონი მკვდარია, გაიხანია უკვე. ერთი დანაშაული მოაკლდა ნერონს. ბევრი ქონდა, მაგრამ პავლეს სიცოცხლე მასე არ აინახდათ ნერონზე, არა? ესე იგი, როგორც ავაზაკი ისე იზის ციხეში, მეშვიდეჯერ პავლე. და ვიღაცებს ამ პავლეს იცხვენიათ. და ის ვიღაცები არიან ქრისტიანები. და დანახვა არ უნდათ პავლე მოციქულის საერთოდ. მოკითხვაზე აღარ აელაპარაკე, რომ მოიკითხონ და რაღაცა ანუგეშვან. ქრისტეს
უახლოეს პერიოდია, ხო, ქრისტეს პირველ საუკუნეა რა, 160 ქრისტეა რა. როდის ნახე ციხეში და არ მოგეკითხე. ციხეში ზის და ვინ ზის ციხეში, კაცო, მათი მოციქული, მათი მოწყვარი, მამა. თუმცა არ იყოს ქრისტიანი უბრალოდ, ხო? ესე იგი რაღაცა მოხდა ისეთი, რომელიც ძალიან მძიმე არის პავლეს გადასატანად ეს ყველაფერი. როდესაც კრიმინალის სახელით ზიხარ შენ ციხეში და შენ დანახვა არავის არ ეს არის უმდიდესი რეპუტაციის შელახვა მოხდა პავლეს მიმართ. ხო ესე გამოდის, აბა, ახლა ესე იგი დაიჯერეს, ხო? დაიჯერეს, რომ პავლე ესეთი არის. რო არ დაეჯერებინათ, მოინახულებდნენ კიდეც. გაამხნევებდნენ კიდეც. ნუ ხო რასაც წერია ეპისტოლეს იმას განვიხილავ ხო ამ შემთხვევაში. ცხვენიათ პავლე მოციქულისა, არ შეცხვებოდათ კიდეც, ხო? ესე იგი ეს უდიდესი რეპუტაციული ზიანი მიდგარია პავლე. პირველი შემთხვევა არის, რომ პავლეს რეპუტაციულ ზიანს აყენებენ? არ არის პირველი შემთხვევა. იგივე ეპისტოლეებიდან ჩვენ ვიცით პავლესია რა, რომ აგერ ეს რა მოციქულია ეუნებოდნენ. აი მოციქული არის პეტრე, იოანე, მაცხოვარი თავის თვალით უნახავთ და რაღაცა, თორე პავლე მოციქული რა მოციქულიაო? ეს ხო გვახსოვს ეს ყველაფერია რა, ეს აგეთ რაღაცებს რომ ავცელებდნენ პავლეზე და პავლე ეძახის რომ მეც მოციქული ვარ, მეც იგივე სული წმინდა მიმიღები ეს. იძახის პავლე მოციქული. ასე რომ პავლე მოციქულის რეპუტაციული ზიანის მიტანა ადრეც დაწყებული არის და როგორც ჩანს კულმინაცია მისი ცხოვრების კულმინაციაზეც პიკს მიაღწია და ყველაზე საზიზღარი ფორმით, ესე იგი ერთი არის რომ გაწევენ და მოკლავენ და თავს მოგაჭრიან, გასაგებია ეს ამხელა სულიერი სიმხნევა ჭირდება ადამიანს, რომ აი ამოლოდინზე გადაიტანო და მე დაითვინო და მე რეპუტაციათო შელახული გავს. როგორც ავაზაკი კრიმინალი ზიხარ, ეზიზღები ხალხს. ცხვენია შენი წარმოიდგინე ამ ხალხს და არავინ არ არის მომკითხველი შენი წარმოიდგინე ეს რამხელა და ასე რომ მოგაჭრიან თავს, ხო? მიტოვებულებაში, დიახ, მიტოვებულებაშია ყველაზე მიმსგავსებული სწორედ პავლე მოციქული ქრისტეს. მიტოვებულებაში, რეპუტაცია შელახული, ქრისტეც ასე იყო. კლიმენტი რომაელი ისევ ჩვენს მე არაეგზის ნახსენები კლიმენტი რომაელი წერს მიზეზებს თუ რატომ დაემართა პავლეს ეს ის მიზეზი არის რომელიც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ტრივიალურიც არის და ბანალურიც შეიძლება ითქვას მიზეზი ეს კლიმენტი რომელიც წერს რომ ეს ყველაფერი პავლეს დამართეს შურის გამო ამ პარტავნებით ნაკვები შურის სწორედ ის ძალიან უმაკვდინებელი მდგომარეობა ადამიანისა სულხან-საბას განმარტებისა არ იყოს წუხილი სხვის სიკეთესა ზედა სწორედ წუხილი იმაზე რომ პავლე უფრო წარმატებული მქადაგებელია პავლე უფრო ენერგიულია პავლე უფრო სასწაულების მოქმედია წლების აღდგენელია გამკურნებელი არის მომაქცეველი არის დიახ ეს ყველაფერი იწვევდა შურს რა თქმა უნდა მოშურნე ადამიანმა დაბრუნებული შურით არ იცის თუ კი დაამარცხებს და მოკლავს და გაანადგურებს შურის ობიექტს ის ავტომატურად მის დიდება და პატივი მასზე არ გადავა ეს არ იცის მაგრამ გონია რომ ესე იქნება სამწუხარო აი კლიმენტი რომელი იძახეს აი ამ ბანალური დავარქვათ მაგრამ მოვაკვდინებელი არის ფაქტია ხო შურის გამო დაემართა პავლე მოციქულს ეს ეხლა ის მის კითხვა ვის უნდა შურდეს პავლე მოციქულისა წარმართებს უნდა წარმართებს შურდათ პავლე მოციქულისა წარმართებს პავლე მოციქულისა და ყველა ქრისტიანს კი არ შურდათ ზემოდან უყურებდნენ ეს ზმინად ღარიბები არიან ქრისტიანები რომ ერთი ღმერთი ყავთ მეტი არა ის ჯვარცმული რა შურზე უნდა ყოფილიყო წარმართების იუდეველებს იქნები იუდეველებს შურს პავლე მოციქულს იუდეველებს კი არ შურს ეს იზღებათ პავლე მოციქული როგორც მოღალატე გონიათ და როგორც სექტანტი გონიათ იუდეველებს
აბა ვის შურს პავლე მოციქულის? რა თქმა უნდა ქრისტიანებს შურს. დიახ, კლიმენტი რომაელი იძახის, რომ შურის გამო დაემართა და შურთ სწორედ თანა კოლეგებს პავლე მოციქულისას. ხუცესებს და ის ასახელებს ორზე, ფიგელიოსი, ერმოგენოსი ორი არის, მაგრამ ეს მარტო ორი ხო არ იქნება არა? შეიძლება ეს ორი ყველაზე მეტად ნიჭიერი და დიდი წვლილი შეიტანეს პავლეს დაღუპვაში შეიძლება, მაგრამ ფაქტია, რომ კაციშვილი არ არის პურის მიმწოდებელი პავლესთვის. როცა ციხეში არის, ხო? და აქ დაუბრუნდები რაც თავში გითხარით იმერსიას თუ რატომ არჩია ეკლესიამ, პასუხიც აქვე არის, შეიძლება ითქვას, რომ აი ის ფალსიფიკატორი ავტორის მიერ ჩაწერილი ისტორია, რომ ნერონის დროს აღესრულა პავლე მოციქული, რატომ არჩია ეკლესიამ ეს ისტორია დაეტოვებინა ძალაში? იმიტომ რომ ეს სირცხვილი არ მოეყოლა თქვენთვის. რომ პავლე მოციქული ქრისტიანებმა გაწირეს და გაანადგურეს და არა ნერონმა. რა თქმა უნდა ნერონმა მოკლა ჯობია გასაგებია მარტივი არის. საზღარი ნერონია, მაგრამ გესმით? ის ისტორია უფრო მარტივია და გასაგებია და იმიტომ. და ეს ისტორია რაც მე მოვყევი, უფრო რთული არის და უფრო გვაფიქრებს იგივე ჩვენ თანამედროვე ქრისტიანებს, ჩვენ როგორი ვართ, აბა? ჩვენი შინაგანი სამყარო როგორი არის? ხო, ძალიან რთული არის, იმიტომ პავლე მოციქული ორმაგად მოწამე არის. ერთია რომ ვიღაცა წარმართი გემუქრება თუ არ უარყავ ქრისტეს მოგაჭრი თავს და შენ არ უარყოფ და მოგაჭრიან თავს, ურთულესია, ზეციური გუგლის მომტანია, რა თქმა უნდა ეს. მაგრამ გაცილებით ურთულესია, რომ ქრისტიანები გაყიდიან, ქრისტიანები შეგილახავენ რეპუტაციას და ამის გამო მოგაჭრიან თავს. გაყიდული, შერცხვენილი, მიტოვებული. ეს უფრო ორმაგად მძიმე და საშინელება არის. აი რას დაემართა პავლე მოციქულის. და რა თქმა უნდა, იმ ფალსიფიკატორი ავტორის მოსაზრება მარტივი და ლაკონური და გასაგებია, მაგრამ ქრისტიანთა დევნის დროს დაიღუპა პეტრეც და დაიღუპა პავლეც და წერტილი დამთავრდა. გასაგებია, კითხვის ნიშნები არაფერი არ არის. ამ შემთხვევაში, ხო, ცოტა უფრო მეტად უნდა შევხვცეს ქრისტიანებს. ხოლო თავში რაც გითხარით იმ იკონოგრაფიულ გამოსახულებას რაც შეეხება, ხო? ვინ უნდა იყოს გამოსახული თქო გითხარით? იქ უნდა იყოს გამოსახული პეტრეს ცოლი. კონკორდია, ლათინურად პერპეტუა, რომელიც მართლა ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, ერთდროულად ჯერ აწამეს პეტრეს ცოლი კონკორდია და ეს სიტყვებიც არის შემორჩენილი, რომ გახსოვდეს უფალი ეუნებოდა თავის ცოლს. პეტრე და ისე მოკვდა ის კონკორდია და მერე დაკიდეს ჯვარზე კუკუღმა პეტრე. მაგრამ ეს სხვა ისტორია, რანაირად და როგორ ეს სხვა ისტორია, სხვა შეხვედრის თემა არის. მადლობა ყურადღებისთვის.